ესე იგი 4 ესენი მე ნიკა თავისთავად ეგებში ოპერატორები გასაგებია ხარო თამარა თეთვი ნუაქარი თავისთავად პრინციპში ყველანი ვართ კი ბატონო ვართ გადამჩენილ ვართ მეგობრებო გილოცავთ ახალ წელს უკვე მეორედ და ერთი წელი ამ მოლოცვას ჩემგან ვეღარ გაიგონებთ მეკვე კალანდას გილოცავთ კალანდას დიახ ზვენით ახალი წელი შემობრძანდა საციუმა გაკაჩა ოლივიემ ვერა სუფრების გადახალისდა და საღამოს კაი მაკარონის სუპი მელოდება სახში ნამდვილი გემრიელი არაჩვეულებრივი ტყუილი სუპი მე კატლეტი და პიურე მელოდება წამოიღე და ამოდი ჩემთან სუპი ჩემი კატლეტი და პიურე შენი და კაი რა გითხარი კაი ატმის კომპოტსაც გაგიხსნი რა ვქნა ანუ იმის თქვა კიდე რომ არ დავლიო გოჩერდი არ გაბაგონო სანამ ახალი ტყემალი არ შემოვა დალევა მორჩა მომკლა კაცო ყველაფრის ორ-ორჯერ აღნიშნა აღარა ვარ კაცი აღარ ვარგივარ დაბა ბიჭო დედა რა იყო ეს ისე ნეტა ხელფასი ზორონი რო იყოს ახალი ხელფასი და ძველი ახალი ხელფასი კალანდა ხელფასი კარგია თითქმის ყველაფერს ხალხო ყველაფერს ორ-ორჯერ ვზეიმობდა ამ ქვეყანაში ერთადერთი და განუმეორებელი რაცა ეს პატას და ნიკას შოუა რომელსაც მუსიკალურად აფორმებს და მიუხედავად ყველაფრისა მაინც კეიფისა და დროსტარების განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი ბრავო კიდე რო თქვენ ჩაბერის და გაწერის და დარტყმის თავიდან მადლობა ამისთვის მოკლედ გადავდივართ ჩვეულ რეჟიმში ყველანაირი დღესასწაულების გარეშე რა სიტყვი ნიკოლოზ აღარა დრო კიდე კარგი მორჩა ეს ახალი წლები თორემ იმდენი ნიგვზიანი ვჭამე მე შინია ყვამს კაკალი არ ვეგონო და არ გამიტაცოს და მე ვინმე არ გააგდებინოს აი ისე რა გვაწუწუნებს რა ჩვენ არ ვიცით თვითონ ზომა თორე ორი ახალი წელი გვაქვს იქეთ შობასაც ვზეიმობთ ორჯერ რა კიდა აწყობილი გვაქვს საქმე გაკლია აი რამე გაკლია კი მაკლია რა მეორე ღვიძლი დიახ არ შეიძლება მე რომ არ გავსკდეთ და ისე ვიზეიმოთ რა ვქნათ ჩემო ზამიკო რამეს რომ მილოცავენ ეგრევე დალევას ვიწყებ რეფლექსია სამწუხაროდ ეგრეა კი ვცადეთ არ დაგველია და ნაძისხის გარშემო გვერბინა და გვემღერა თოვლის პაპასთვის მაგრამ თავი დამეხვა და ისე ვგვინო მიშვა მოკლედ ისეთი დღესასწაული ეს ახალი წლები დამთავრებას უფრო დიდხანს ზელოდები ვიდრე მოსვლას ხოდა გავიდა ბატონო გავიდა გადავიდეთ ამბების განხილვაზე თუმცა მანამდე იმას გეტყვით რომ თავარი ამ შაბათ კვირიდან ანუ 17 და 18 იანვრიდან კომედი არხზე საღამოს 8 საათზე დაელოდეთ მიხოს და მაროს ახალ სეზონს ახალი სერიები ამ შაბათ კვირიდან მომისვირება და ახალი წლები ანუ 17 და 18 ახლა რომ მოვა 17 და 18 ძალიან მაგარი სერიები გელოდება წინ და უნდა ჩაუჯდეთ აუცილებლად კომედი არხზე თქო ამ შაბათ კვირიდან საღამოს 8 საათზე ასე დაჟინებულად იმიტომ რომ ესე იგი სოციალურ ქსელში წერებიან როდის იწყება როდისა ამ შაბათს 17 და 18 კომედი არხზე მიხო და მაროს ახალი სეზონი აი სერიები მოკლედ გადმორდეთ და აქვე პატა ვისარგებლებს შემთხვევით და ვეტყვი ჩვენს ძვირფას საზოგადოებას რომ პატა გულიაშვილის კომედიის
თეატრში, რომელიც მდებარეობს დიდ დიღომში 13 ასურელი მამის 95-ში 7 თებერვალს პრემიერა. იქაური აკაურები, ასე ქვია ახალ პიესას. ბილეთები მგონი 7 კი არა, 7 ნამდვილად არ არის და 8-შიც აღარ დარჩა, მაგრამ არ ინერვიულოთ, შემდეგ კვირაშიც დავამატებთ აუცილებლად. მობრძანდით და შეგვაფასოთ. შეგვაფასოთ ბატონო. ძალიან მაგარი სასაცილო კომედია, ესე იგი ხარხარიზაცია მთავარი რაც მთავარი. კი ბატონო. მოკლედ ასეთი დროსტარებების და ყველაფრის ორ-ორჯერ აღნიშვნის მერე მიწაზე დაშვება ცოტათი ჭირს, ამიტომ ამბებს პირდაპირ კოსმოსიდან მოგაწვით. ამერიკელი და გერმანელი მეცნიერების განცხადებით, კოსმოსში არსებობს რამდენიმე პლანეტა, სადაც საცხოვრებლად დედამიწაზე გაცილებით უკეთესი პირობები არსებობს. უკეთესი რითია ეს მაინტერესებს, ანუ იქაური კაცი რომ დაურეკავს ძმაკაცს, ფული მას ესხეო, ის ეტყვის, კარგ დროს დაბირეკე, თორემ 10 წუთში სხვისთვის უნდა მესესხებინაო და აძლევს ფულს. აი და კარგი პირობებია. ნუ დაახლოებით მასია, კი, მასი არის მე მგონია. არ ყოფილა ცუდი. აი კიდევ რა პირობებია ნიკოლოზ? ბანკში სესხი ყოფილა ეფექტური 2%-დან. რა კარგი. წყალია, სითბოა, ჟანგბადია და TikTok-ი არ არის. წყალიაო? აუ, გადაირევიან რუსთაველები. ეგენი გაცვლიდებიან მან პირველები, კი ბატონო. კი, მარტო რუსთაველები კი არა, ყველას უნდა უკვე იქ წასულა ჩემო კარგო. კი ბატონო, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცდილობენ იმ პლანეტაზე წასასვლელი ბილეთი შეიძინონ და ქართველები ჯერ ნაცნობებს ეძებენ. ვინც იქ მიწებზე და კომერციულ ფართებზე ჩანიჩობს. როგორ წდება? იზე რა მაგარია? იზე ნახე Google-ში ერთი რამდენს გიწერს იქამდე. აქამდე არ ნახავდი. ნახე წეღან. 20,000 სინათლის წელი დამიწევი. აქ ისა ხوار ვიყიდოთ პატარ-პატარა ნაკვეთები, პეტერ-პეტერ ნაკვეთები. კარგია, კარგი. უბრალოდ რა ივლის ახლა ყოველ დღე რუსთავი 2-ში კოსმოსიდან. მომისვენე შენ დიდი დიღმიდან სიარულს არჯობია. არა და კოსმოსი და საქართველოს ძალიან გავს ერთმანეთ საახალწლო დღეებში. ვიცი. რა ორივეგან გადამწვანებული ხალხი დადის. სვანეთერი რო და. ნელ-ნელა რომ შევეგუოთ კოსმოსში ცხოვრებას, ახლა მოგასმენინებთ პირველ აუდიო ჩანაწერს თუ როგორი ხმები ისმის მარსზე. გთხოვთ ჩართეთ ფონოგრაფა. შედავში როგორ გადაუკეთებიათ შაკრული. აი რაღაცას მაგონებს ეს ხმები, აი რას მაგონებს იცი? რა? ჩემი მეზობელი აკეთებდა ციკლონკას. და იმის ხმარიას როცა იმას გავზარდა. ისე რამე სხვა ხმაზე რომ ეთქვათ მარსის ხმებიაო, ვინო ხერი გაიგებდა რომ ეგრე არ არის, აი ძალიან. ხო, მართალი ხარ, შენ ალოცვილი შვილო. შენს გარდა მაინც არავინ იცის ეგ მარსის ხმები და რამე, კაი მოგვასმენია, მოგედავება ვინმე თუ რა. აბა, მილიარდები დახარჯეს, რომ მარსიდან ქარი შრიალი მოგვესმინა. ნაკის ნახევარი მომეცით და უფასოდ ჩაგირთავთ მტვერსასულს. უშმინეთ კაბინეტს, რა პრობლემა? აღარ ვინავე კოსმოსში და დავბრუნდეთ დედამიწაზე. დავრუნდეთ. მაგარი ამბავი მაქვს. გისმენ. ტოკიოში ფაქტიურად იქვე ხარ. ჩვენთან აგერ ტოკიოში გაიხსნა მაღაზია, სადაც მსურველები ნივთების მოპარვას შეძლებენ. რას? ანუ ბევრი რომ გაქვს მოპარული კონსულტანტი კითხავს. პარკი გნება აქვს? დიახ, ეთქვი. მან დევს და ეგეც მოიპარეს. არ კიდევ საინტერესოა მოპარული ნივთი რომ დაზიანებული იყოს. შესაძლებლად მიტანა და გამოსვლა შეიძლება ნეტა? არ ვიცი, მაგრამ ნეტა მოპარულების დაგროვების ბარათი თუ ექნება. დაგროვების ბარათი როგორ არ ექნება? რა. ბაცაცა კარგი. და გერიცხება ცოდვები. გაცვეთი ცოდვები, აბა ბაცაცა. ამ მაღაზიას დაცვას ყავს თურმე ჩემო ნიკოლოზ, რომელიც მკაცრად, ძალიან მკაცრად აკონტროლებს რამეში ფული რო არ გადაიხადა. ერთი ადამიანი შესულა თურმე ამ მაღაზიაში და ფული გადაუხდია. წარმოგიდგენია?
ფული გადაუხდია? მეგუნამუს. რა ოჯახში გაიზარდა? განაღმელა ოჯახში იზრდება. ისე რა მაგარია სახლში მისულს პურის ყიდვა რომ დაგავიწყდა და შვილს რომ გააგზავნი. მამი, მიდი ერთი ლუდი და პური მოიბარე და ანუ მაგ მაღაზიაში მოპარვა შეიძლება, მაგრამ რიგი არ უნდა დაარღვიო. თორემ შეიძლება დანაშაულში ჩაგითვალონ და დაგაჯარიო. გადაბრევენ ეს იაპონელები რა. მაგ მაღაზიას დაანებე თავი და აგერ უკეთეს გეტყვი ტოკიოს თევზის ბაზარში. Ja? აუქციონზე 253 კილოგრამიანი თინუსი $3,200,000 გაიყიდა. ზვირია. მაგრამ დაახლოებით მაგ თანხებში მერყეობდა ხაშურის ცოცხალის ფასი საახალწლო. ისე რა აკტაბნაირი თვალს ამდენი ფული რო გადაიხადა თემში. ზოგს რა ბედი აქვს ჩემო ბატა. 3 მილიონიან თინუსს იჭერს და მე კიდე 2 სალი კარასის გულისთვის პალიასტროზე დავდივარ ეგ. რა მაინტერესებს თუ ის? აი, ყველაფრის მოპარვა რომ შეიძლება. ნეტავ იმ მაღაზიაში თუ აქვს თევზი. არა მაგრამ აი ამ თევზს რომ იყიდი მილიონებად და მე აქციაში ნახეთ 6 ლარიან ზეთში შეწვა ხო ხარ დასახრეტი ადგილზევე ტაფასთან კი ბატონო გადავიდეთ სხვა თემაზე იტალიელმა ბებოებმა შვილიშვილების სპიცერიიდან ინფლუენსერობა დაიწყეს და მთელი მსოფლიო მოიზიდეს რა მაგარია აუყვავეს ბავშვებს ბიზნესი ეს იტალიელი ბებოები თურმე ერთადერთი ინფლუენსერები არიან, რომლებიც ამბობენ ჯერ ჭამეთ პიცამებია და მერე დალაიქებას კი მოასწრებთ. და ეს ბებოები რომ ნახულობენ კომენტარის ავტორებს ეგრევე უწევენ. უი, შენ მოგიგდეს ბებია, როგორი გამხდარი ხარ. მოდი, კარგი პიცა უნდა გაჭამო. მოგაფერიანოვო, ბებო გენაცვალოსო. ხედავთ რა განსხვავება იტალიელ და ქართველ ბებუებს შორის? იტალიელი ბებუები შვილიშვილების გამო ტელეფონებში არიან ჩაყუდებულები და ქართველი ბებუები თონეში. ესეც ბიზნესია. ო, რა ვიცი, ბებიაჩემ რომ ნახა ეს იტალიელი ბებოები, ასე თქვა, რაღა დროს ამათი ინფლუენსერობა იყო და ინსტაგრამზეც დაბლოკა, ფეისბუქზეც და ტიკტოკზეც. ეგრეა. კი, ქართველმა ბებუებმა გაზიარება მარტო სამსდიმარზე იციან. ბაბუები რომ გავხდებით ჩემო ნიკოლოს, მე და შენ და ჩვენი შვილიშვილები რომ ახსნიან სახინკლეს. ენაცალოთ პაპა. ხო გავხდებით ჩვენც ინფლუენსერები. გავენაღლება, გავხდებით. გამაჩია საქმე. ჩვენ აქ ოჯახის გამრავლების გამო შვილიშვილებს ველოდებით და ესპანეთში შინაური ცხოველი უკვე ოჯახის ოფიციალურ წევრად ითვლება ახალი კანონით. ესე იგი, ესპანეთში საშობაო დღორს ვერ გაზრდი. აბა ოჯახის წევრს ხო არ დაკავე. მაგარ შარში არიან ესპანელები. ეგ კანონი აქაც რომ შემოვიდეს დავიღუპეთ. კაცო. ეგ გამაკლია ჩემმა ძაღლმა სახლის წილი მომთხოვოს ახლა. ჩვენთანაც არ იქნება თორემ. არა, ეხლა სასიამოვნო კატის ყოლის გამო წყალზე სულადობრივი გადასახადის მომატება. რას ქვია? თუა ოჯახის წევრი კატაც მარტო მე რო ვიხდი კომუნალურ გადასახადებს იმანაცხრებს რაღაცა. თავისი პედიგრის ფული მაინც ხო უნდა შემოიტანოს ოჯახში. მაინც არა აკაია ბავშვებო ნიკოლოს. ესე იგი, ძაღლს რომ ჭამა დაუგვიანო, შეიძლება სახალხო დამცველი დაგაყენოს თავზე. ბატონო, ეგრეა. და მეცაც გეტყვი, ამ კანონის შემოსვლიდან ძაღლი ესპანეთში კი არ ყებს. თავის აზრს აფიქსირებს. და აქამდე ძაღლს თუ გააბრაზებდი და გკპენდა, ახლა შენ შეგიძლია უჩივლო. რა პრობლემა? ანუ ოჯახში ვინმეს თუ ყავს სარდაფში თაგვები, მისი გარდაცვალების შემთხვევაში თაგვები ოჯახის წევრი კატის საკუთრებაში გადადის. ახლა იცი რა დავფიქრდი და მშვენიერი კანონია პრინციპში. ხო აი რას ვიყურე? აბა დაფიქრდი შენ. კარგად დაფიქრდი. აი, მე ვირიც ოჯახის წევრი გამო. ცუდია, გადასარევი ამბავი. გადასარევი ამბავია, ხო და? და გავშლი მთებს. არა ბიჭო,
კარგი, ვეცდები დავსვათ ეს საკითხი. რომ გავიტანოთ. კარგია, გადასარევი ამბავია ჩემო პატა, ხო და შუმა მაგას არ უნდა და დიდი მიუყარეთ თივას ამბავს. საფურში კაი ახლა. აღარ გვინდა თემის გარუცობა. ასქვი ახლა მე რომ მომინდა აღარ ვარცობ. კარგი კანონია, კარგი. ხო და თუ ჩემო კარგო დღესასწაულები გვაქვს ორ-ორი მაკანონის შემოსვლიდან შინაური ცხოველებიც ორ-ორი უნდა ვიყოლიოთ. რაღაც ეგარიცო. უნდა ვიბრალოთ და ვიხაროთ ტრიჟინაზე. და ახლა ამ თემაზე ერთი მაგარი სიმღერაც რომ დავწერეთ ბიჭებთან ერთად, ეგეც ვიმღეროთ. რა სიტყვა? აუცილებელია. თუ აუცილებელია, უნდა ვიმღეროთ. ფონოგრაფა.